სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ბოდბეში მომლოცველობითი ტური 13 ოქტომბერს გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი, სხვა სასულიერო პირები, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრები, მათი თანმხლები პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრები. მლოცველები თავდაპირველად თბილისში, სამგორის რაიონში შეიკრიბნენ, შემდეგ კი წმინდა ადგილების მოსალოცად ბოდბის ეპარქიაში გაემგზავრნენ. მომლოცველთა ჯგუფის წევრებმა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი მოილოცეს. სასულიერო პირებმა პარაკლისი აღასრულეს. შეგახსენებთ, რომ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხედა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის ლოცვა კურთხევით და ასევე მაღალყოვლადო სამღვდელოესი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფეშიოს ლოცვა კურთხევით აღასრულებს უამრავ პროექტს, მათ შორის ეს პროექტები ეხება სოციალურ მიმართულებას. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით უსინათლოთა კულტურის სახლის წარმომადგენლები წამოვიყვანეთ ბოდბის მონასტერში მოსალოცად, სადაც გადახდილი იქნა პარაკლისი. აღსანიშნავია ალბათ ის, რომ მისი უწმინდესობა ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ მათ შეიძლება ფიზიკური თვალი დაზიანებული აქვთ მხედველობა და ვერ ხედავენ ფიზიკურად, მაგრამ შეიძლება ისინი ჩვენზე მეც ხედავდნენ სინამდვილეში და ის, რომ წმინდათა საფლავებიდან უდიდესი მადლი გადმოიცემა, ამას ადამიანს ფიზიკური თვალი არ სჭირდება, რომ ეს შეიგრძნოს და დაინახოს და სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მათთვის ამ წმინდა ადგილების მოლოცვა და ამიტომაც გრძნობენ ისინი დიდ მადლს და სიხარულს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელი პროექტი ამ მოლოცვის შემდგომ გადაინაცვლებს უკვე არაფორმალურ გარემოში, სადაც მათ საშუალება ექნებათ ტრაპეზის დროს სხვადასხვა მათთვის საინტერესო თემებზე იქონიონ საუბარი სასულიერო პირებთან. ჩვენ აქ ჩამოყვანილები ყავს უსინათლოები, წმინდა ნინოს ტაძარში გადავიხადეთ პარაკლისი, ვაცხეს ზეთი, უსურვებთ ჯანმრთელობას, უფლისწყალობას, ღმერთმა დალოცოს და ღმერთმა გაახაროს ეს ხალხი. შეეწიოს ზედაღვთისმშობელი. ეხლა გადავალთ წმინდა ნინოს საფლავზე და იქაც ზეთს ვაცხებთ და იქაც გადავიხდით პარაკლისი. ჯანმრთელობა და უფლისწყალობა არ მოკლებოდეთ ამ ხალხს. უკვე 2022 წლის შემდეგ 3 წელია უკვე რაც საქართველოს უსინათლოთა კავშირი საპატრიარქოსთან ერთად ახორციელებს პროექტებს, ეს არის მომლოცველობითი ტურები და ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ დღეს ვართ ბოდბეში. ძალიან დიდხანს ველოდით ამ ტურს სხვათა შორის და ყველა ადამიანი აქ ვინც არის, აი უზომოდ ბედნიერია და იმდენად მნიშვნელოვანია ესეთი გასვლითი ტურები ჩვენთვის, იმიტომ რომ ვახერხებთ ერთმანეთთან ურთიერთობას, ასევე აქ არის ჩართული ჩვენი ასისტენტები, რაც ინკლუზიასაც უწყობს ხელს ამასთანავე და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ გაგრძელდება ანალოგიური პროექტების განხორციელება და ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ადგილს მოვინახულებთ ერთობლივად. პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა ამ ეკლესიას, წმინდა ნინოს ეკლესიას, მოუხადო უღრმესი მადლობა ესეთი თბილი და მართლა ღვთიური სიყვარულისთვის, როგორც დაგხვდნენ, როგორც შევხვდნენ, როგორც დაგვლოცეს და მინდა ერთადერთი რამე გითხრათ ამ ცოდვილმა ნინომ, რომ საქართველოს გადაარჩენს რწმენა, საქართველოს გადაარჩენს უფალი. პარაკლისის დასრულების შემდეგ სასულიერო და საერო პირები წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ გაემართნენ. მომლოცველთა ჯგუფის წევრები წმინდა ნინოს საფლავს მიეახლნენ. სასულიერო პირებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღასრულეს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფეშიოს. მისი ლოცვა კურთხევით და მისი მხარდაჭერით ხორციელდება სხვადასხვა პროექტები და ეს პროექტი არის ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მადლი, რადგანაც ამ ადამიანებში ჩანს ძალიან დიდი სიხარული და ამით არა მხოლოდ ისინი, არამედ ჩვენ ვცხოვრობთ, რადგანაც გვეძლევა საშუალება, რომ შევიტანოთ პატარა წვლილი მათ ცხოვრებაში, მათ სიხარულში. ჩვენ დღეს მოვილოცეთ წმინდა ნინოს საფლავი
იმყოფებით ბოდბეში, გადავიხადეთ წმინდა ნინოს სახელზე, პარაკლისი, ასევე წმინდა გიორგის სახელზე და მინდა უსურვო თითოეულ ამ ადამიანს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ხშირად ახორციელებს მსგავს პროექტებს, როდესაც ესეთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს გვერდში უდგანან და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეს ადამიანები ყურადღების გარეშე არ დარჩნენ და მათ დავეხმაროთ იმაში, რომ ეს მძიმე ყოფა შეუმსუბუქოთ და დღევანდელი დღეს ამის ნათელი დასტური არის და წამოვედით ბოდბის დედათა მონასტერში და გვინდა რომ ჩვენი მზრუნველობა და ჩვენი თანადგომა გამოვხატოთ და გამოვუცხადოთ ამ ადამიანებს. ასევე მხოლოდ მათთვის არ არის ეს სიკეთე, ეს პირველ რიგში ჩვენთვისაც არის სიკეთე, რადგან სახარებისეულის სული და ქრისტიანული მოძღვრებაც ამას გვასწავლის, რომ სიკეთე არის უმთავრესი სათნოება და ღირებულება, რასაც ჩვენ ვემსახურებით და მადლობა ღმერთს ამისთვის, რომ გვეძლევა ამისი შესაძლებლობა. მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის, მადლობა თითოეულ ორგანიზატორს, მამა ივანეს და ასევე სხვა მამაოებსაც, მადლობა ჩვენს კულტურის ცენტრის დირექტორს ქალბატონ თამარ ცალქალმანიძეს, რომელმაც აი ეს ღონისძიება დაგეგმა ჩვენ სასულიერო პირებთან ერთად და ვუსურვებ ყველა თითოეულ ჩვენგანს, რომ გქონდეს ბევრი მადლიანი დღე. ასევე მინდა რომ წინასწარ მიულოცო ყველას და მთლიანად საქართველოს ხვალინდელი დღე, სვეტი ცხოველობა, მშვიდობა, ერთიანობა, მთლიანობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას. აღსანიშნავია, რომ ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერს საქართველოს სულიერ ცხოვრებაში მუდამ გამორჩეული ადგილი ეკავა. სწორედ აქ განისვენებს წმინდა მოციქულთა სწორი ქალწული, ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო. უღრმესი მადლობა დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და ასევე უსინათოთა კავშირის კულტურის ცენტრს, რომელმაც დღევანდელი დღე მოაწყო და ეს პროექტი უკვე გრძელდება კულტურის ცენტრის რიგით და დღევანდელი დღისთვის უღრმესი მადლობა საპატრიარქოს სამოდელოებას, რომ შედგა დღევანდელი დღე ერთ-ერთი მომლოცველობითი დღე ბოდბეში, მოვილოცეთ წმინდა ნინოს საფლავით, შეგვეწიოს დღევანდელი დღის მადლი სრულიად საქართველოს და უფლის მეშვეობით და ღვთისმშობლის მეოხებით უფალმა გააძლიეროს და გაამტრიანოს სრულიად საქართველო. ტურის დასრულების შემდეგ მომლოცველთა ჯგუფის წევრებმა სიმღერებიც შეასრულეს.